მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება მე და ის, რა იქნება ჩვენს შორის. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით. აირჩიეთ პოზიცია ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ და მზად რომ იქნებით შემდეგ განაგზოთ ყურება. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მომმართოთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. ჩაწერილ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან ინფორმაცია მაშინ რეზონირდება თქვენზე, როდესაც ვიდეოს ჩართავთ და მოусმენთ. დავიწყოთ ნელ-ნელა განხილვა. პირველებო მოგესალმებით და ვნახოთ თქვენსა და მას შორის რა იქნება. თქვენ და ის რა იქნება თქვენს შორის. ძალიან ბევრი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება უშუალოდ მასთან იმდენს არ საუბრობდეთ, ვიდრე მასზე ლაპარაკობდეთ ადამიანებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან. თითქოს ძალიან ბევრი ინფორმაცია არის დაგროვებული თქვენ შორის ახლა. და აქტიური გარჩევა ხდება. თითქოს გარდამტეხი მომენტი არის თქვენს ურთიერთობაში. აქტიურად განიხილავთ, აქტიურად იღებთ მასთან დაკავშირებულ რჩევებს. დღის წესრიგში სულ მასზე არის საუბარი, სულ მასზე გინდათ საუბარი, ამ პიროვნებას განიხილავთ, ხო? თუ აქ ამ პიროვნებასთან კომუნიკაცია აღარ გაქვთ, აქ მოდის ინფორმაცია, რომ საერთო ენის გამონახვის ძალიან დიდი პოტენციალი არის. ეს პიროვნება თქვენსა და ამ პიროვნებას შორის გაჩნდება შანსი, რომ ერთმანეთს სათქმელი უთხრათ და იმის მაგივრად, რომ სხვებთან გაარჩიოთ, რომ აი ეს მომწერა და ანეტა რა იგულისხმა, პირდაპირ მას კითხოთ, ერთმანეთს შეეკითხოთ, რომ ეს რომ მითხარი რა იგულისხმე. სიტუაციის განეიტრალება გარჩევა არის, ვერ ვხედავ აქ, რომ ეხლა უფრო დაძაბული ხართ, რომასთან არ საუბრობთ. როდესაც კომუნიკაცია შედგება, უფრო განეიტრალდება თქვენი ემოციური მდგომარეობა. და მოდის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი დაგროვილი საკითხი კომუნიკაციის გზით გადაჭრათ. ერთმანეთს მოусმინოთ. ხო, აქ საკმაოდ ისეთი რთული ხასიათის ადამიანი არის, ვერ ვიტყვი, რომ მარტივი პიროვნება არის, თქვენი მეორე ნახევარი ან პიროვნება, რომელიც დღეს ჩაიფიქრეთ. ძლიერი ხასიათიც აქვს და შესაძლოა ზოგადად თუ რამე ჩაიფიქრა, მისი გადარწმუნება რთული იყოს, თავის თავში ძალიან თავდაჯერებული არის. და მიუხედავად ამ მტკიცე ბუნებისა და მტკიცე პოზიციისა, მოდის თქვენს ცხოვრებაში ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ და ის რა იქნება თქვენ შორის. შეკითხვის სრული პასუხი არის ის, რომ თქვენ შორის შედგება ძალიან კარგი დამაკმაყოფილებელი ზარი ან მიმოწერა, რის შედეგადაც თქვენი ურთიერთობა, რომ ფიქრობთ ახლა, რომ შეიძლება ყველაფერი გაუარესდეს, ნეგატიური ფიქრები ჭარბობს თქვენს მქოცნობიერსა თუ ცნობიერში. პირიქით, კი არ გაუარესდება, შეიძლება ერთი რაღაც მნიშვნელოვანი სიტყვით ყველაფერი დაალაგდეს. აქ სხვათა შორის ინიციატივები უფრო მამაკაცისგან წამოვა, რომ ურთიერთობა გაირკვას. ეს ადამიანი თითქოს დიდი ხნის მანძილზე მზად არ იყო, რომ რაღაც კომუნიკაცია თქვენთან წამოეწყო, მაგრამ ნელ-ნელა დგება ეს დრო, მოდის ეს პერიოდი, რომ ურთიერთობაში საჭირო არის
ყველაფრის ახსნა. კიდევ მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ ძალიან კარგია, როდესაც გყავთ ისეთი პიროვნებები გვერდით, რომლებიც თქვენს პრობლემებს იზიარებენ, გისმენენ, რჩევებს გაძლევენ, მაგრამ აქ სხვათა შორის უფრო მეტად საკუთარ თავზე, საკუთარ გულზე და საკუთარ გონებაზე ორიენტაცია მოდის და ფიქრობ თქვენს პოზიციაზე უკვე საკმარისად ბევრი ისაუბრეთ ამ ადამიანზე და ნელ-ნელა შეამცირეთ მესამე და სხვა პირებთან ამ ადამიანზე ძალიან ბევრი ინფორმაციის გაღება, ინფორმაციის მithumetes აი აქ მოდის ერთი კიდევ რომ მithumetes ამ პიროვნების ზედმეტად ისეთი ინტიმური ან სენსიტიური საკითხები არ გააშხეროთ სხვა პიროვნებებთან, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა ლაგდება, არაფერი არ ირევა და შემდგომ თავი უხერხულად რომ არ იგრძნოთ. ეს არის ყველასთვის შეიძლება აქტუალური არ იყოს, მაგრამ ესეთი გაფრთხილება რადგან დაგვანახა, ვთქვათ, გავახმოვანოთ. აქ მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ თქვენ ამ პიროვნებასთან თითქოს იფიქრეთ, რომ საბოლოო წერტილი დასვით და შეიძლება აღარც არაფერს მოელით. შეგრძნებით, ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ მოულოდნელი შანსები ჩდება თქვენს ურთიერთობაში. მოვფიქრობ, საკმაოდ პოზიტიური გაშლა გამოვიდა პირველ პოზიციაზე. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ. გადავინაცვლოთ ჩვენ მეორე პოზიციაზე. დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია. მოგესალმებით მეორეებო. და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში თქვენ და ის რა იქნება თქვენს შორის. აქ ხედავ, რომ წყვილს შორის არის საკმაოდ დიდი კამათი დაპირისპირება და ეს გამოწვეული არის ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში ფინანსური პრობლემების გამო. თქვენს ურთიერთობაში დიდი როლი უკავია ფინანსურ პრობლემებს, ფინანსურ ხლაპორთებს, ფინანსურ ხარჯს. შეიძლება პარტნიორი იყოს მიდრეკილი თანხის არასწორად გადანაწილებაში, რაც თქვენ მუდმივად განწყობას გიქვეითებთ, შემდგომ უკვე კამათი ხდება თქვენს შორის, ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ პიროვნება, რომელიც საერთოდ დღეს ამ წუთას არ არის დაკავებული საქმიანობით და შეიძლება აქ ჩავთვალოთ ისეთი მომენტი, როდესაც ეს ადამიანი არის უფროს თაობაზე დამოკიდებული და შესაბამისად ეს პრობლემები თქვენს ურთიერთობაში იმიტომ ჩნდება, რომ ეს პიროვნება არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ აქვს პირადი რესურსი და რაღაც მნიშვნელოვან კრიზისში არის. შეიძლება მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებაც გსურთ და ქალაქის შეცვლაც გსურთ ამ პიროვნებასთან ერთად და ამ ფინანსებს რომ თავს ვერ უყრით და ეჭვის ქვეშ ხართ, ამის გამო წყვილს შორის განწყობა ფუჭდება, მაგრამ აქ სხვათა შორის აი ახლა თუ რთული ვითარება არის და თითქოს გამოსავალი არ ჩანს, თქვენ პოულობთ რაღაც ძალიან კარგ გამოსავალს ამ სიტუაციაში. თითქოს აქ თქვენს ხარჯზე ხდება რაღაც მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. შეიძლება ახლა ქორწინებაშიც იყოთ ამ პიროვნებასთან ბევრი თქვენთაგანი, ან ძალიან სერიოზულად განიხილავდეთ ამ პიროვნებასთან დაოჯახებას და სერიოზულ ურთიერთობას. რადგან მოდის ეს ინფორმაცია, რომ თქვენს ურთიერთობაში, თქვენსა და ამ პიროვნებას შორის მოხდება ის, რომ სერიოზულ ნაბიჯს გადადგავთ ერთად. აქ მოდის ქალაქის შეცვლად, საცხოვრებელი ბინის ან გამოცვლა ან შეძენა და ასევე მოდის დაოჯახება. აქ სერიოზული
ნაბიჯები არის თქვენს ურთიერთობაში, უბრალოდ დღეს არის თითქოს აი ამ ყველაფრის შემაფერხებელი საკითხი, როგორც პირველივე კარტით გითხარით ფინანსური პრობლემები. თითქოს შეიძლება გეჩქარებათ, რომ აი დროზე მოვიდეს ის პერიოდი, რომ ან ბინის რემონტი მორჩეს, ან გადახვიდეთ სადმე მასთან ერთად და ცოტა ხლაფორთებში ხართ. იმიტომ რომ სერიოზულ თითქოს თქვენს ძველ ურთიერთობას, ძველ პიროვნებას ორივე თქვენთაგანი დაემშვიდობებით და მასთან ერთად ახალ მომავალს დაიწყებთ, ახალ საწყისებზე გადახვალთ. ნუ ეს ქორწინება ყველაფერი ძალიან მშვენიერია, მაგრამ თავის მეორე მხარეს დაგანახებთ, რომ ყველაფერი ისეთი ვარდისფერი სათვალით არ არის. როგორც შეიძლება წარმოგვიდგენია ხოლმე, რაც უფრო დამოუკიდებლები ვართ, უფრო მეტი პასუხისგებლობები გვემატება, უფრო მეტი სირთულეები ჩდება, ისეთი სირთულეები მოდის ცხოვრებაში, რომელსაც აქამდე არ მიფიქრია, ან ჯერ არ შევჯახებულ ვარ, თითქოს აი, იცით როგორი პერიოდი შემოდის თქვენსა და ამ პიროვნებას შორის, როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი გადაწყვეტს დაოჯახებას და შემდგომ ამ დაოჯახების შემდეგ უკვე სხვა ხლაფორთები მოდის მოსაგვარებელი. ყოველდღიური ცხოვრების დალაგება, მატერიალური საკითხები და აი ეს ყველაფერი. სანამ ყველაფერს დაალაგებთ, იმიტომ რომ თითქოს წყვილს შორის ეს ემოციური დონის პრობლემა არ არის, მაგრამ არის ესეთი ცხოვრებისეული ეტაპების გავლა. იქნება სასიხარულო მომენტები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ თან ცოტა რთულ მდგომარეობაში და ცოტა სირთულეებით სავსე თვეების გავლა გიწევთ მასთან. თქვენს შორის ურთიერთობა შედგება, რაც დაგეგმეთ. სერიოზული ურთიერთობა, ნაბიჯები, ყველაფერი ჩანს, უბრალოდ აი ამ ახლად დაწყებული სხვა ცხოვრების დალაგება არ იქნება მარტივი. პირდაპირ რომ გითხრათ, ეს ჩანს თქვენს პოზიციაზე. დაგემშვიდობებით მეორეებო. და გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე. მოგესალმებით მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია და ვნახოთ თქვენ და ეს პიროვნება რა იქნება თქვენს შორის. რა იქნება თქვენს შორის. აქ შეიძლება ახლა ამ პიროვნებაზე ფიქრობდეთ, რომ რაღაც მოგატყუათ, რაღაცაში გულწრფელი არ იყო, რაღაც დამალა. მას თვლით, რომ იეშმაკა. შეიძლება ფაქტზე გამოიჭირეთ, ან ინტუიციურად გრძნობთ ამას და ამაზე ფიქრი აყვათ დღის მანძილზე, რომ ეს ადამიანი რაღაცას მალავს, გულწრფელი არ არის. ძალიან მოხერხებული და ეშმაკუნა არის, ამას გრძნობთ. და აი ამ საკითხებზე ვფიქრობთ, აი ამ შეიძლება დღევანდელმა ან ბოლოდროინდელმა მისმა მოქმედებებმა გაწყვეტინათ ახლა, რომ ამ გაშლას უყუროთ, რომ აი ახლა რომ ესე ვარ და ასე იქცევა, აი შემდგომ რა იქნება ჩვენ შორის. ან შეიძლება ვფიქრობთ, რომ ღირს თუ არა მას აპატიოთ ის ტყუილი, რაც დაუშვა. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს ტყუილი არ არის მარტივი ტყუილი. აქ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში აქტუალური თემა იყოს, რომ მან თქვა, რომ ვიღაც ქალთან აღარ აქვს ურთიერთობა, კომუნიკაცია და რაღაც ფაქტს გადააწყვეტით, რომ იმოწერებია, ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც იყოს სასიყვარულო ტექსტური შეტყობინებები და მაინც და მაინც ღრმა ღალატი. უბრალოდ თქვენ ესე იცოდით, რომ მასთან აღარ გქონდა არანაირი ურთიერთობა და უცებ აღმოჩნდა, რომ მასთან აქვს მიმოწერა. შეიძლება ესეთი რამ გათამაშდა თქვენ შორის. ან არის ეს თუ ესეთი რაღაც ნამდვილად არ მომხდარა ეს ფაქტი არ გაქვთ ახლა, აქ შეიძლება იყოს ესეთი თქვენი ეჭვები, თქვენი ჩამოყალიბებული აზრი, რომ იქნებ და მაინც აქვს ურთიერთობა თავის ყოფილთან, თქვათ, ან სხვა კონკურენტთან, ხომ? თუ სამკუთხედი არის, აქ ლოგიკური ეჭვიანობა გაქვთ თქვენს მეტოქესთან.
გამუდმებით ამაზე გაქვთ ორიენტაცია, ფიქრი. ესეთ რამეს გეტყვით, აქ თქვენი ურთიერთობა, თქვენ შორის ურთიერთობის შენარჩუნება და ურთიერთობის წინსვლა დამოკიდებულია, რამდენად ყურადღებიანი არის თქვენი მეორე ნახევარი. იმიტომ რომ თითქოს შეტყობინებებზე თუ არ გიპასუხათ, თუ დააგვიანა, რომც მუშაობდეს, იმიტომ რომ ხედავ რომ აქ პიროვნება თითქოს რთულ საქმიანობას ეწევა, ან მუდმივად დაკავებულია. საქმეშია, ფულს გამოიმუშავებს, თავის საქმე აქვს. შეიძლება გქონდეს პირადი ბიზნესიც, ხო? რაღაც თავის თავზე დამოკიდებული ადამიანია სხვანაირი. და ამას გეუბნებოდით, რომ აქ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივები ჩანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება, თქვენი მეორე ნახევარი, იქნება ზედმეტად ყურადღებიანიც კი, იმიტომ რომ მუდმივად როგორც კი პატარა უკუსვლას ან პატარა დისტანციას ან პატარა უყურადღებობას შენიშნავთ, მაშინვე გაქვთ რაღაც ძალიან მძაფრი განგაში, რომ ეს პიროვნება ან იტყუება, ან სადმე არის, ან ვიღაცასთან არის. აქ არის ნდობის ფაქტორები ძალიან დიდი და უყურადღებობა არის თქვენთვის ძალიან დიდი წითელი ხაზი, რასაც ვერ აიტანთ. აქედან გამომდინარე, თქვენსა და ამ პიროვნებას შორის რა მოხდება, დამოკიდებული არის პიროვნების ხასიათიდან. თუ ამ პიროვნებას აქვს იმის ნიჭი, რომ თქვენი ეს მდგომარეობა ჩაახშოს, თქვენი ეს მდგომარეობა შეცვალოს დადებითი ემოციებით დამუხტოს და თქვენში ჩადოს ეს ძალისხმევა, რომ თითქოს შეიძლება თქვენ ტრამვირებული ხართ რაღაც მომენტში, ხო, წინა ურთიერთობიდან ან რაღაც ცუდი მოხდა და აქედან გამომდინარე ფრთხილი გახდით და ზედმეტად გრძნობიარე. ამ პიროვნებას აქვს იმის რესურსი, რომ დრო სჭირდება ამ ყველაფერს, რომ თქვენ უფრო მეტად ენდოთ ამ ადამიანს, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო. ეს გარკვეული დრო ცოტა რთულია, იმიტომ რომ მუდმივად თითქოს ისე ჩანს მესამე ან მეორე ადამიანის თვალით, რომ თქვენ მისგან გამუდმებით რაღაცას ითხოვთ, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან რომ აღარ გაგიგრძელოთ რა იქნება თქვენსა და ამ პიროვნებას შორის, ეს დამოკიდებული არის ამ პიროვნების მონდომებაზე და დამოკიდებული არის მის ხასიათზე, თუ როგორი ადამიანია, თუ აქ პიროვნება არის ჯიუტი ზედმეტად, თავნება, თუ აქ არის პიროვნება ისეთი, რომ რასაც თხოვთ, პირიქით აკეთებს ჯიბრის ნიადაგზე, აქ ამ ურთიერთობას თქვენი ემოციური მდგომარეობა ვერ გაუძლებს. თუ პირიქით ძალიან თბილი არის, ყურადღებიანი არის, ემოციურად გაზრდილი არის და შეუძლია თქვენი ემოციების დაბალანსება, აქ ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ. ეს არის საჯარო გაშლა და თქვენი პარტნიორის ხასიათიდან გამომდინარე დავტოვოთ დღევანდელი პასუხი თუ რა იქნება თქვენ შორის. და გამშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.